სტუდიის ბავშვები არაჩვეულებრივები ლაპრიმას ხელა ესე იგი მათე ლეფსვერიძე თქვენ ახართ ხო როგორც ვიცი და ბატონი ალექსანდრე გაბარაევი თქვენ ბრძანდებით ხო? და ამ სტუდიის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ლომსაძე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორ ბრძანდებით ქალბატონო ნინო? თქვენ როგორ ხართ? მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. კარგად, ფანტასტიკური განწყობაზე. კიდევ უფრო ამაყი და ბედნიერი ახლა. ჩვენს განსაკუთრებული ხასიათს შემოყვანით ახლა ამ ბავშვების შემდეგ. ბავშვებო სტუდიაში. თავისუფლად დასხედით ბავშვებო. აი ნახე მიწეც და იქ აი ეგრე თავისუფლად იყავით. ცოტა მოდით აქ. ესე იგი მართლა რაღაც ფურორი გააკეთეთ ახლა თქვენ სცენაზე, ბრავო ამ სიმღერისთვის. ანუ გარდა იმისა, რომ საოცარი ხმა აქვს, საოცარ არტისტულებიც არის. კი, ნამდვილად და ვაკვირდებოდი, გაოცებული ვარ თქვენი არტისტი. მოდი მოგესალმეთ და გითხარით თქვენ შესახებ, სტუდიის შესახებ. გამარჯობა, მე ვარ ალექსანდრე გაბარაევი და ლაპრიმაში დავდივარ დაახლოებით 3 წელი გახდება უკვე. გეტყობა? და ძალიან მომწონს ლაპრიმა, ძალიან მეგობრული გარემოა, კარგ სიმღერებს უმღერი ვართ. და რა ვიცი, ძალიან გემოვნებიან, ხო ისეც, რომელიც უკვდავია ყოველთვის. რომელიც ძალიან გიყვარს, ხო? ქალბატონი ნინო როგორი პედაგოგია მითხრა? ძალიან კარგი მასწავლებელი არის, ნინო მასწავლებელი, ძალიან მიყვარს და რა ვიცი, კარგი მასწავლებელი. კაცრი მასწავლებელია? არა. ხო, მკაცრი. არასდროს არ არის მკაცრი, ხო? სულ ხუმრობს სტუდიაში. ხო, მაგრამ არ გიბრალდებათ აი რაღაცაზე მაგალითად? ესე იგი თქვენ მაგარი ბავშვები ხართ, ხო? მათე. აი მათეს მიეცება მიკროფონი. მათე, ახლა თქვენ გადმოგვეცით თქვენი ემოცია ამ სტუდიის შესახებ ქალბატონ ნინოზე მოგვიყევი თუ გეჩხუბებათ. გითხარით რა? არასდროს არ გვეჩხუბება. ძალიან კარგი სტუდია, ძალიან კარგ სიმღერებს გვირჩევს ხოლმე ნიკი მასწავლებელი. ზოგჯერ ჩვენ რა სიმღერაც გვინდა, იმას ვარჩევთ და ვეუნებით მასწავლებელს და გვეხმარება სწავლაში. თქვენი გემოვნებით. ქალბატონ ნინო, სტუდიის დაარსება გვაინტერესებს. როგორ მოგივიდათ იდეა, როდის დაარსდა? საიდან დაიწყო? ხო, საიდან დაიწყო? ბატონო, სტუდია ლაპრიმა დაარსდა 8 წლის წინ. დიახ. ყოველთვის მინდოდა და ვოცნებობდი ბავშვებიდან რომ მქონოდა ჩემი მუსიკალური სამყარო. სადაც იქნებოდნენ აი ესეთი მარგალიტის პატარა ბავშვები, სადაც შევძლებდი რომ მეჩუქებინა მათთვის ლამაზი მუსიკალური დღეები და როდესაც მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ უნდა გამიხსნა სტუდია ლაპრიმა, ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემი მეუღლე მიხეილ მამუჭაძე, რომელიც დღემდე ჩართულია სტუდიის მართვაში, ჩემი მეგობარი ხმის რეჟისორი ზაზა გოჩიტაშვილი, რომელიც დღემდე ჩვენთან ყველას მეგობარია. კი და მოკითხვა აქედა. ნამდვილად ჩვენი უერთგულესი მეგობარია და ესე დავიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით 8 წლის წინ და დღესდღეობით უკვე ვფიქრობ, რომ ვართ საკმაოდ ჩემდგარი სტუდია. გამრავლდით უკვე პედაგოგი. რაოდენობა ბავშვების რამდენია? 250. ეს ერთ ფილიალში? არა, 3 ფილიალი. და როგორ ხდება ბავშვების შერჩევა? ხო. ნახეთ როგორ არის, სექტემბერში ცხადდება მიღება, შემდეგ როდესაც მოდიან ბავშვები, აუცილებელი პირობა არის, რომ უნდა დაესწროს საცდელ გაკვეთილს. იცით როგორ არის, ჩვენთან ძალიან პატარა ასაკიდან მოდიან ბავშვები. ასაკიდან არის? 3 წლიდან. ვა. კი, 3 წლიდან მოდიან ჩვენთან და როდესაც ესწრებიან საცდელ გაკვეთილს, აქ უკვე ჩანს ბავშვი როგორ არის მზად, აქვს თუ არა მზაობა იმისთვის, რომ განვითარდეს მუსიკალურად. პირველ რიგში თვითონაც უნდა ნახოს გარემო, პედაგოგებს გაეცნოს და მერე უკვე ნელ-ნელა გამოავლინოს, ასე ვთქვათ, თავისი შესაძლებლობები. ანუ პირველი კრიტერიუმი არის მუსიკის სიყვარული, ხო? აუცილებელი. და გარდა მუსიკისა რა ისწავლება ლაპრიმა სტუდიაში? საინტერესოა. ნუ ესე რა ვთქვათ, ცეკვა ისწავლება, მაგრამ მუსიკის და ცეკვის გარდა ვფიქრობ, ისწავლება, ჩვენთან სწავლობენ ბავშვები თავდაჯერებულობას, სწავლობენ ურთიერთობას, აუცილებლად მეგობრობას, არა მარტო ბავშვები, აი მშობლებიც იმდენად მეგობრდებიან ხოლმე. ხო, გუნდურობას და ანუ მე უფრო აქვთ ბავშვებს, იცით, მოტივაცია, საკმაოდ კონცერტს ვთავაზობთ, ბევრ მუსიკალურ აქტივობას და უფრო და უფრო აქვთ ხოლმე შემდეგ, რომ აი, ეხლა რა გავაკეთო, თქვათ რაღაც ავარჩიო უფრო რთული სიმღერა და ძალიან ვითარდებიან. გასაგებია და ქალბატონ ნინო, ბოდიშ საკონკასრავად, ჩემი ნატრა იყო სტუდიაო და თავად მუსიკალური განათლება რა თქმა უნდა გექნებათ, ხო? აი, ბავშვები და ძალიან პატარა ასაკის ვიყავი, რომ დავიწყე სიმღერების წერა. ანუ საერთოდ თვითნასწავლი ხარ თუ? კი. ისე განანერი მუსიკალური განათლება არა? არა, განათლებაც მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ,
სანამ მუსიკალურ განათლებას შევურგებოდი, მე უკვე ფაქტიურად ჩემით, ანუ არავის რო არ უსწავლებია, ისევ წერდი ინსტრუმენტზე სიმღერას. ნოტების კითხვაც იცი? რა ინსტრუმენტზე? კლავიშზე. ბრავო. და რა ასაკიდან დაიწყე ნინო? მე სიმღერების წერა დავიწყე დაახლოებით 7-8 წლიდან. და დიახ, დავიზარდე ლაგოდეხში რეგიონში და არ იყო მაშინ ეს სწორედ ამიტომ იყო ჩემი ოცნება, რომ არ იყო ის ფუფუნება, რომ ყოფილიყო ჩვენ დროს ეს ბევრი მუსიკალური სტუდიები და ყოველთვის თუ რამე ტარდებოდა ხოლმე ლაგოდეხში, ანუ პირველი გამოვდიოდი მე, ან ჩემ დაწერილ სიმღერებს მღეროდნენ და დღესაც ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენს რეპერტუარში არის ძალიან ბევრი ჩემი დაწერილი სიმღერა, რომელსაც მღერიან ჩემი მოსწავლეები. და რა იყო ინსპირაციის წყარო, ვინმე ოჯახში არის რაღაც მუსიკალური განათლება? არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, არ ვიცით, ეს ყველაფერი მოვიდა თავისით. ალბათ ეს იყო ღმერთის ნება და ეს იყო ის, რომ ამ გზაზე უნდა ყოფილიყავი. დღევანდელი გადმოსახედიდან გაგიმართლათ, ღმერთის ნება იყო და ძალიან გამიმართლა, მართლა შეიძლება ითქვას, რომ ვერც ვიოცნებობდი, რომ აი ასეთ ლამაზ სამყაროში ვიქნებოდი. ფილიანი სამი გაქვთ, სად? თბილისში თუ რეგიონებში? თბილისში გვაქვს ჯერჯერობით ვარკეთილში, გლდანში და დიდიღომში. რეგიონებში იგეგმება, მაგრამ ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ აქ ვიმუშაოთ ხარისხიანად. ძალიან კარგი. რა უნდა გითხრათ, გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური სიმღერა მოვისმინეთ, ესე იგი ორი არაჩვეულებრივი უნიჭერესი მამაკაცისგან გიждები ბავშვებო თქვენზე რა ემოცია მოიტანეთ ისინი და ოჩახ თქვენს პედაგოგებს ნამდვილად ბევრ წარმატებას გისურვებთ ლაპრიმას კიდე უნდა გვესტუმროთ ხშირად და მე სცენაზე ვხედავ ბრწყინვალე ბავშვებს კიდე არაჩვეულებრივი გოგონებს დარწმუნებული ვარ ისინიც უნიჭერესები არიან ემზადებიან ხა სიმღერისთვის და რა უნდა გისურვოთ გარდა იმისა რომ უნდა იყოს წარმატებულები იმიტომ რომ თქვენ ქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს ნამდვილად წარმატებები ბევრი მოკლედ ხალბატონო ნინო გელოდებით ძალიან ხშირად ნინო ლომიძე იყო ჩვენი სტუმარი ლაპრიმას ხელმძღვანელი და კიდე უნდა გვესტუმროთ ახლა კი სტუდიის ბავშვებს გვიმღერებენ და ველოდებით მე რეკლამაზე გავალთ და ძალიან მალე დაგიბრუნდეთ ძალიან მალე